ჯანდაცვის მინისტრი ეროვნულ სამედიცინო ტრენინგ ცენტრში იმყოფებოდა. დავით სერგეენკომ დაათვალიერა შენობა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. მისი თქმით, შენობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. მშენებლობა 2012 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. მინისტრი გაესაუბრა იმ კომპანიის წარმომადგენელთაც, რომელიც ტრენინგ ცენტრს აშენებს. იმჯერეს იმ ხარვეზების შესახებ, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება დღემდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. როდესაც ჩვენ შენობა გადავიბარეთ და ეხლაც ხედავთ, რაც გულდასაწყვეტი და სავალალო მდგომარეობა არის, როდესაც კონსტრუქცია, მთლიანად მზიდი კონსტრუქცია არის გახსნილი, დეფორმირებული. ამ საკითხს შეისწავლის ტექნიკურ დონეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და ამის შემდეგ უკვე მათ მიერ გამოტანილი დასკვნებით მივიღეთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, იმ სავალალო მდგომარეობაზე და იმ დახარჯულ თანხებზე, რაც აქ არის, აქ მილიონებზეა საუბარი. ასუხი უნდა ააგოს იმან, ვისი მიზეზითაც ეს მოხდა. ექსპერტიზა არ ქონდა ამ შენობას გავლილი. შენობამდე ჩვენი არქესის მისაყვანი არ იყო კომუნიკაციები რაც შევიდოდა, იმის მერე ჩაუტარდებოდა ამ ობიექტს ექსპერტიზა. მანამდე ყოველდღე წინი არის ძალიან ბევრი და ჩვენ ვითარებთ ბუნებრივია, რადგან ჩვენ ამ კომპანიაში ვართ, რომ ის ხარვეზი რაც არის, ის უნდა აღმოიფხვრას.